იმის ფონზე, რომ ევროკავშირის ჯამურად ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 0%-ს მიახლოვებული არის, იმის პარალელურად, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების საზღვრები მუდმივად ირღვევა რუსეთის მხრიდან, იმის პარალელურად, რომ მათი მცდელობები, რომ რამენაირად, ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნებში ჩაერიონ და გარკვეულწილად დააზიანონ, წარუმატებლად მიმდინარეობს, ნამდვილად გასაკვირი არის, რაზე დებატებენ და რა რეზოლუციის მიღებას აპირებენ ევროპარლამენტში. Რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში, არ არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, ისინი არიან იმ ერთი დიდი გლობალური ომის პარტიის, როგორც ჩვენ საერთოდ დასახელებით უწოდებთ, ნაწილი, რომლებიც ყველა ძალას ხმარობენ, რომ საქართველოს 2022 წლიდან მოყოლებული ყოფილიყო საომარი ბელი, ახლა კი იყოს არეულობის პლატფორმა. სწორედ ამ არეულობას მიემართება მათი სურვილი, რომ ყველა არჩევნების წინ რაღაცნაირად გაამწვავონ დებატები იქნება თუ განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ და ისიც კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი არ მუშაობს ქართულ ხალხზე. ბრძენი ქართული ხალხი იმ მათი დახმარების გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს.